ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. დღეს ვსაუბრობთ სულხან საბას შესახებ, რომელსაც კათოლიკურ და მართლმადიდებლურ რწმენებს შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებები აქვს ნაჩვენები. ეს ის პერიოდია, როცა ივერიელები კათოლიკური ეკლესიის არსებობას უყურებდნენ როგორც ბუნებრივ მოვლენას, როგორც საკუთარ ეკლესიას. იყო შინაურული მიმოსვლა, მათ შორის როგორც ჩვევიათ ქართველებს, ერთგვარი ბუკოლიკური იდილია ქრისტიანთა საერთო ოჯახში. განსხვავება გამოჩნდა მე-17 საუკუნის ბოლოსკენ. სულხან საბა უკვე ხედავს ამ წინააღმდეგობას, ის კათოლიკური წესით მოინათლა და ეს ბრმად არ გაუკეთებია, რომ მშვენივრად იცის ამ რწმენის ძლიერი და სუსტი მხარეები. ზუსტად ამაზე მინდა დღეს ვისაუბროთ. მაგალითად, თუ კი რომი ცოდნას უყურებს როგორც სინამდვილის გახსნას და მისი ჭეშმარიტება რეალობაა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს სიცრუესთან, მოჩვენებასთან. ყველაფერი არის ნამდვილი, მისი არსებობა არის ფაქტი. სულხან საბა მაჩვენა, რომ სიცრუეშიც არის სიბრძნე. სიბრძნეში იგულისხმება რწმენაც. ანუ სიცრუე აქ ფართო ცნება და მასში მთელი ის მწერლობაც მოიაზრება, რომელიც წინ უდევს ერის მამას ქართულ ენაზე დაწერილი. ეს მან იმის საჩვენებლად გააკეთა მომაკვდინებელი ცინიზმით, რომ მართლმადიდებლობას ზუსტად სიცრუეში, ანუ მოჩვენებაში, სიმბოლიზმში უდგას ერთი ფეხი ტიფონივით. ეს საკითხი საერთოდ დასავლურ და აღმოსავლურ ქრისტიანობებს შორის ყოველთვის საჯილდაო ქვა იყო. რომელები ამტკიცებდნენ, რომ იესო მხოლოდ ღმერთია. არაფერი ამაში ადამიანური, რაც ბერძნების აზრით ქრისტეს მოჩვენებად გადაქცევას ნიშნავს. იოანე დამასკელი ამბობს, თუ ღმერთმა თავისი განხორციელებით ის ბუნება მიიღო, გონებრივი ჭვრეტით რომ იხილვება, მაშინ ეს განხორციელება კი არ ყოფილა, არამედ მოტყუება და აჩრდილი განხორციელებისაო. ანუ ჩვენებურად რომ გადმოვთარგმნოთ, თუ იესო მარტო ჩვენი გონების ნაყოფია, ქრისტე მოგვჩვენებია სინამდვილეში არ ყოფილაო. მართლმადიდებლობა მოჩვენებას არ უარყოფს, იმიტომ რომ რეალობა შეინარჩუნოს. მოჩვენების ტოტალური უარყოფა და წმინდა რეალობის მიღების მცდელობა საბოლოოდ ყველაფერს აქცევს მოჩვენებად. აქ ზღვარი უნდა იქნას დაცული, მოჩვენებისათვის ხარკის გადახდის გარეშე სხეულებრივი დასრება შეუძლებელი ხდება. ამით გასხვავდებოდა ერთმანეთისგან დასავლური რეალობა ჩვენებური სინამდვილისგან. ამ სინამდვილეში ყველაფერი ფაქტი არაა. ამიტომ თანახმად ნეტარი კირილეს სწავლებისა სიტყვა იმგვარად განხორციელდა, რომ არ მოკლებია თავის უნივთობას. უნივთობა ნიშნავს არა ამ ქვეყნიურს, არა რეალურს, ანუ იესო კიდეც იყო და კიდეც არ იყო. ის მიწაზეც იყო იმ დროს და ზეცაშიც მთელ სამყაროში. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ რეალობა, რაღაც დოზით უნივთობის ილუზიის დაშვებაა საჭირო. რეალობა და ილუზია, სული და ხორცი ზუსტად ისევე თანაბრადაა გაყოფილი ჩვენს რწმენაში, როგორც იესოა გაყოფილი ღვთაებრივ და ადამიანურ ნაწილებად. ვინც ხორციელ ღმერთს და ზოგადად ხორცს უპირისპირდება, სინამდვილეში ერთიანდება მასთან, ხორცის მიღება კი მასთან შერევისაგან გვიხსნის. თუ არადა გაიხსენეთ დღევანდელ მორწმუნეთა უმრავლესობა, ვინც დღეს დასავლეთს და დემოკრატიას მტრობს, სულ რაღაც 30 წლის წინ ჩაკეტილი საზოგადოების პირობებში, როგორ შეხაროდა მას, როგორც მხსნელს და სულთა ჰაერს პირადად მაქვს ეს ნანახი. განაშორით ჭვრეტა, მხოლოდ გონებით ჭვრეტა უფრო არ აერთიანებდა მათ იმასთან, რასაც ახლა თავგადმოგლეჯილი გაორბიან. სიცრუე სულხან საბასთვის ისეთი რამა რაც არ ყოფილა, მაგრამ დაუშვათ რომ იყო. ბოლოს და ბოლოს იყო თუ არა, დიდი მნიშვნელობა არც აქვს. სიცრუის ასეთი მნიშვნელობა ბალავერში ჩაუდეს ბერძნებმა მართლმადიდებლობას, რომელსაც არ ახასიათებს ღმერთის გაფეთიშება. ის ყოველთვის უშვებს მისი არსებობის გააზრებაში რაღაც ილუზიის სიცრუის საჭიროებას, რომ შეინარჩუნოს რეალობის ადამიანური განცდა. მოჩვენებების სიმრავლეს ზუსტად რეალობაზე კონცენტრირებულ ევროპულ აზროვნებას უჩივეს სულხან საბა. დააკვირდით, ის დასცინის ევროპულ რეალიზმს, მაგალითად მხატვრობაში, რაც მთელი ამ ფილოსოფიის ქვაკუთხედია. გავიხსენოთ იტალიაში ყოფნისას, როგორ შეესწრო ლეონ ერთი მხატვრისა და ერთი ხელოვნების მაჩემებლის პაექრობას.
მათ სურთ გაარკვიონ მხატვარი უნდა მსახურებდეს ხელოვანს თუ ხელოვანი მხატვარს, ანუ რომელია უპირველესი მათ შორის. ხელოვნებაში არსის მაძიებელი სულიერება იგულისხმება, ანუ ქართული სულიერება. მოკლედ, მხატვარი დახატავს საწერილს კალამთან ერთად და სტუმრად მოწვეულ ხელოვანს ეტყვის „ადეგ ძმაო, ეგ საწერილი მომეც და მერე მე გემსახუროო“. ხელოვანს ნახატი ნამდვილი ეგონა, ხელი კიდე და კედელი კი დახვდა. ხელოვანს შერცვა, სტუმრებმა კი ბევრი იცინეს. დასინეს ამჩა ხელოვნებას ნბილად ვთქვათ. მეორე ჯერზე ხელოვანი დაპატიჟებს სტუმრებს, მათ შორის მხატვარს. ღვინის მასში რაღაც საკითხზე შეკამათდებიან სტუმრები. ხელოვანი ეტყვის საწერილს დამხატავს, რატომ ჩხუბობთ? მე მაქვს წიგნი, სადაც სიმართლე წერიაო. სად არის ეს წიგნიო? იკითხავს მხატვარი. ხელოვანი კარს დაანახებს, იმ ოთახშიაო. მხატვარი ჩქარა გაემართება ოთახისკენ და კედელს კი შეეტაკება. კარი დახატული აღმოჩნდება. საცუდავი მხატვარი თავს გაიხეთქავს, მასპინძელი ბოდიში მოუხდის. არ მიწყინო, მაგრამ მაგისთანა საწერილის ხატვა სამისთანა ოთახში ისწავლიანო, დამოცხრავს. გენიალური კალამბურია დასავლური აზროვნებისთვის. რეალიზმს იმ ოთახში შესასვლელი კარი არ აქვს, სადაც ჭეშმარიტება ინახება. ეს კარი უბრალოდ ძალიან კარგადაა დახატული და გათვლილია გაოცებაზეო. ამას ამბობს სულხან-საბა. თუ დააკვირდებით, ასეცაა. კათოლიციზმი ღმერთი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობებიდან გამოყავს. პირდაპირ ვთქვათ, მათის ღმერთი იწამეს, რომლის ახსნაც შეძლეს. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად გამოედევნათ მისგან ილუზია. მისი არსებობა გაეხადა უეჭველი ისტორიული ფაქტი. ამიტომ წმენა სრულყოფილებას აღწევს მათთან. ახსნა მხოლოდ გონებამ შეძლო, რომელმაც იესოც გონებრივ პროდუქტად აქცია და მოჩვენებად გადააქცია. გამოთქვაც ვაზროვნებ მაშასა და მე ვარსებობ, იგივე ტრადიციის გაგრძელებაა. რაციონალური აზროვნების იდეა ფიქსი ყოველთვის იყო ილუზიის განგდევნა რეალობიდან. ამ სრულყოფილებას პოლიტიკის ენაზე ფანატიზმი ქვია. მართლმადიდებლობას კი არ ახასიათებს ფანატიზმი. რადგან ღმერთი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების მიღმა, ამიტომ მის წმენას აქვს საზღვარი. არ ვამბობ, რომ მართლმადიდებელი ამ ზღვარს არ გადადის, რა თქმა უნდა გადადის, მაგრამ იცის, რომ იქ უკვე ილუზია, რომელსაც განსაკუთრებული მოპყრობა ჭირდება. ამ ზღვართან მთავრდება სერიოზულობა და იწყება თამაში რწმენასთან. გარკვევით არასოდეს იცი, რასთან გაქვს საქმე რეალობასთან თუ ილუზიასთან. ამიტომაც არის ხუმრობა მართლმადიდებელისთვის მნიშვნელოვანი დეტალი. ზუსტად ის იცავს ბალანსს რეალობასა და ილუზიას შორის. მაგალითად, იოანე ბატონიშვილის გალმასობაში იპოდიაკვანი იონა ხელაშვილს თანახლავს სომეხად ყვაბილი ზურაბა ხამბარაშვილი. ერთად დადიან საკალმასოდ, სარჩოსათხოვნელად. როდესაც იონა ქადაგებისას როლებში შეიჭრება და გაცხარება და ეტყობა ზურაბა სახელოზე დაკაჩავს ხოლმე და გადაულაპარაკებს, ნამეტანი არ მოგივიდესო. აი ნამეტანი რომ არ უნდა მოგივიდეს, ეგაა მართლმადიდებლობა. წმენა იმისა, რომ ამ ქვეყნად ადამიანს ჭეშმარიტებაში შემავალი კარის პოვნა და შეღება შეუძლია, რეალისტურად დახატული ილუზია, მათ ყურასურათია. საბოლოოდ ახდა კიდეც სულხან-საბას წინასწარმეტყველება, რომ ამბობდა წმინდა რეალობის კარში შემსვლელი საბოლოოდ თავს გაიხეთქავს. გაიხეთქა კიდეც ევროპამ თავი მე-20 საუკუნეში პირდაპირ თავით შეასკდა კედელს, რომელზეც 64-ში სრულყოფილ წესრიგში შემავალი კარი იყო, ძალიან მაგრად, პროფესიონალურად მიხატული. რა თქმა უნდა, თვითონ ევროპელებიც ხედავდნენ ამას. მათ ლაფონტენის ყავდათ რაბლეს და ვოლტერიც, რომელიც წარედ დასცინოდა სიღრმის და სირთულის იგივეობას. ვოლტერი თითქმის სულხან-საბას ტოლი იყო. მერე კი ყავდათ კანტი, რომელმაც ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები დააყენა ეჭვქვეშ და ალალად უთხრა ევროპელებს, თქვენი რწმენა ჭეშმარიტი კი არ არის, უბრალოდ ის ღმერთი იწამეთ, რომლის ახსნაც შეძელითო. მათ ყავდათ ასევე ჰეგელი, რომლის დიალექტიკაც იმაზე მითითება, რომ მარტო შიგნით საკუთარ თავში ყოფნა არ არის საკმარისი, გარედანაც უნდა უყურო საკუთარ თავს თუ სრულყოფა გინდა. მისთვის ხომ ძე, მამის საპირისპირო ძალაა, რომელიც გარედან უყურებს მას. ანუ მამა და ძე ნიშნავს სრულყოფილ ერთ არსს, რომელიც საკუთარ თავშიც არის და საკუთარი თავის გარეთაც, გარედანაც უყურებს საკუთარ თავს. ძის გარეშე მამა სრულყოფილი ღმერთი არ არის. ეს შიგნით საკუთარ თავში ყოფნა და ამავე დროს გარედან საკუთარ თავის ყურება უმთავრესი მართლმადიდებლური პრინციპია, ამიტომაცაა მისთვის ცენტრალური მორალი. ჰეგელმაც ეს თქვა, შეხედე საკუთარ თავს გარედან, დაინახე როგორი ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავში სრულყოფილი ხარ. ამ დროს გარედან ის მოჩანს, როგორც სიმახინჯე, ველურობა. მოკლედ აცნობიერებდნენ ამას ევროპელი დიდი მოაზროვნეები, ბევრი იყო ასეთი, მაგრამ დაკოკილი მატარებლის შეჭერება მაინც ვერ შეძლეს. მოაზროვნე ადამიანს კანტის და ჰეგელის ჭკუაზე არ გაუვლია. მან იმპერიალიზმი ტექნოლოგიებით აღჭურვა და საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა ევროპა. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ მომავალი სამართლიანი საზოგადოების საფუძველი იქნება ისეთი აზროვნება, სადაც ეგრეთ წოდებული წმინდა რეალობა არ იქნება მიზნების დასახდენ და ილუზიას მოეძებნება საპატიო ადგილი ჩვენ სინამდვილეში.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფილოსოფიას, მაგრამ გადასამალია და ეს ჯადოსნობა ყველაზე უკეთ ამ ქვეყნად მაინც ქართულ მართლმადიდებლობას გამოსდის. ზუსტად ამ უპირატესობას აჩვენებს სულხან საბას ზემოთმოყვანილი გავში. ასევე ეს მოჩვენებითობა პირდაპირ კავშირშია ცოდნასთან, განათლებასთან, რწმენასთან, ეკლესიურ მოღვაწეობასთან და მორალთან. მოჩვენებითობა რწმენისა და ცოდნის მორალური გამოვლინებები, ანუ როგორ იქცევა სრულფასოვანი ცოდნა და რწმენა ადამიანურ ურთიერთობებში. შესაძლოა ძალიან კარგად არის იოანე ბატონიშვილის კალმასობაში გადმოცემული მართლმადიდებელი მღვდლის დამოკიდებულება ცოდნასთან, განათლებასთან. როგორი საცოდავი და სასაცილოა გაუნათლებელი მოძღვარი და როგორია ცრუ ცოდნა, ანუ სიცრუეში აღმოჩენილი სიბრძნე. ეს ნაწყვეტი, რომელსაც ახლა მოვიყვანონ, ერთდროულად უწიგნური მღვდლის სასაცილო ქარაფშიტობასაც აჩვენებს და გასვივოსნებულ მოძღვარსაც. იოანე ბატონიშვილი სულხან საბას სულიერი მემკვიდრეა, ორივეთნაირად მასხარა და ცინიკოსია, რითაც ისინი ძალიან ღრმად შედიან ქართულ სულიერებაში. კალმასობას ასევე უწოდებენ ხუმართ სწავლებას. ხუმრობა, როგორც ვთქვით, ქართული კულტურული მართლმადიდებლობის განუყოფელი ნაწილია, რაც რუსთვალსაც არ აკლია. მინდა ეს ნაწილი იმ მღვდლებმა გაიგონონ, რომლებიც იძახიან ცოდნა არაა მართლმადიდებელისთვის საჭირო. ბევრია ასეთი. პატრიარქმაც გვიქადაგა რაღაც ამის მსგავსი ერთხელ. მოკლედ, ერთხელ ერთ სოფელში იონა ვინმე დაბაყულით მოსილ მღვდელს გადაეყარა და როდესაც მას თავისი ვინაობა და ხარისხი იპოდიაკვანი აცნობა, მღვდელმა მას მოუბოდიშა, თქვენო ყოვლად სამღვდელოებავ, მაპატიეთ, რომ ასე სამუშაო კაბაში ჩაცმული გეახელითო. შეწუხდა იონა განუმარტა დაბაყულით მოსილს, რომ იპოდიაკვანი ესაა ნახევარი დიაკვანი, მთლად დიაკვანიც არაა და ის ხარისხობრივად მღვდელზე გაცილებით დაბალ საფეხურზე იდგა. გაიხარა მღვდელმა, მართალი ხარ, ჩემი დიაკვანი ორი შენი სიგრძე იქნებაო. წამოიძახა, რაზეც იონამ უპასუხა, არა მამაო, ეს სახელი ხარისხის მნიშვნელია. შეყვნენ საუბარს ასე მხიარულად და აღმოჩნდა, რომ დაბაყულით მოსილმა მღვდელმა მკვდრისთვის ანდერძის, ანუ წესის აგებაც კი არ იცოდა. ხოლო როდესაც 7 საიდუმლო შესახებ კითხა იონამ, მღვდელმა უპასუხა, საიდუმლო ბევრი ვიცი, მაგრამ ვერ ვისგაუმხელო. ფანტასტიკური პერსონაჟია, მოგდებით სიცილით, ერთნი იცინიან მის უვიცობაზე, მეორენი კი ამბობენ, რომ თვითონ ხუმრობს, იქეთ დაგცინისო. თან თავარი თქვა კაცმა, სხვის საიდუმლოს არავის გაუმხელს, რაც უკვე დიდი რწმენის ნიშანია და მართლაც თუ დააკვირდებით, დაბაყულით მოსილის ეს უვიცობა რაღაცნაირად ასხივებს, ბავშვითა. თვითონ ამ იგავის მორალიც ეგაა, დავუშვათ თქვენ გადაწყვიტეთ მხოლოდ რწმენით იცხოვროთ და ყველანაირი ცოდნა განდევნოთ თქვენი ცხოვრებიდან. კი ბატონო, გააკეთე ეს, მაგრამ გაითვალისწინო, რომ ამას ვეღარ დააფიქსირებ, რადგან ამ მდგომარეობაში აღარ გეცოდინება, რომ წამს. სულხან საბასეული მართლმადიდებლობის იდეალი ზუსტად ესაა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ისე უნდა ფლობდეს საგანს, თითქოს არ ფლობ. ანუ ცოდნის მოკლა მხოლოდ ცოდნითაა შესაძლებელი, როგორც იესო მოკლა სიკვდილით. და თუ ეს შეძელი, მაშინ შენ არ უნდა იცოდე, რომ იცი, არ უნდა იცოდე, რომ გწამს. სოკრატეს გამოთქმა შეიცან თავი შენი სულაც არაა. სოკრატეს ეს სიტყვები დელფოს სამისტოს კარზე დააწერეს ბერძნებმა ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანაში. და სიტყვებიც ვიცი, რომ არაფერი ვიცი, ზუსტად ამ საკუთარი თავის შეცნობის შედეგია, სადაც ცოდნა კლავს ცოდნას. ამიტომაც არ აჩვენებს მართლმადიდებელი ცოდნას. თუ მას მართლა შეცნობილი ყავს საკუთარი თავი, თუ ნაპოვნი ყავს ღმერთი საკუთარ თავში. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მას ცოდნა არ აქვს, რომ ის უვიცია. ცოდნის მოკლა და უცოდინარობა სხვადასხვა რამაა. სავალალო ისაა, რომ ზემოთ ნახსენები ჩვენი მღვდლები ზუსტად უვიცობას გადაგებენ და არა ცოდნის მოკლა, სარგებლობს კიდეც ბევრი უწიგნური, ამით ქართულ ეკლესიაში. მართლმადიდებლობა ცოდნას განათლებას კი არ უარყოფს, არამედ ცოდნის პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტად გამოყენებას კრძალავს. ცოდნა არ არის მეზობელზე ზემოდამყურების საბაბი. ცოდნა უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ყვიროდეს. მართლმადიდებლური ცოდნა არ არის ყველაფრის ამოხსნა, მთელი სამყაროს დაპყრობა, აზრადაც არ მოსვლია მას არასდროს, მაგრამ თავარი ყოველთვის იცოდა და ისიც იცოდა, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან ის იქნებოდა მთავარი. ესაა ადამიანური ურთიერთობა. ერთი სიტყვით უვიციც გავს საქციელით წმინდანს და ბრძენს, გარეგნულად შეიძლება ვერც გაარჩიო ისინი ერთმანეთისგან, მაგრამ უვიცობა მაინც უვიცობაა, ცოდნის მოკლა კი სიბრძნე. მოძღვარი ბრძენი უნდა იყოს და არა უვიცი. ჩვენმა მღვდლებმა თუ არ ცოდნა მთავარი რაღაცომ ვიწვალო, ისედაც კი ვარ უცოდინარიო და უღარიად. ჭეშმარიტება რომ აღმოაჩინეს, შეიცნეს თავი. ძალიან ძვირფასია სულხან საბასთვის განათლებული მღვდელი, რადგან მას ჯერა, რაც უფრო განათლებული ადამიანი, მით უფრო კასტმოყვარია ის. ხოლო კასტმოყვარეობა გაიძულებს შეინიღბო, რომ ვინმე არ დაჩრდილო, ღირსება შეუნახო. უწინური მღვდელი კი აგრესიული და უკომპრომისოა.
ეს ადამიანური სენტიმენტები ძვირფასია სულხან საბასთვის. ის თვლის, რომ კაცთმოყვარეობის გარეშე არავითარი მომავალი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. ამიტომაცაა ქართული მართლმადიდებლობა კულტურა და არა რელიგია. ამიტომ ისე გახდა სულხან საბას კათოლიკი მართლმადიდებლობა არ უარყვია. თავისით უყვარს, კეთილია ძალიან მისი იესოს, ზურგს ვერ შეაქცევ, ამბობს კიდეც მართლმადიდებლობის უარყოფა ვერ შევძელიო. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სულხან საბა ფიქრობდა ევროპელებმა მზრუნველობა არ იციანო. როგორ არ იციან, თავისი თვალით ხედავდა, როგორი ფანატიკური მზრუნველობა იციან კათოლიკებმა. თქვათ ასე, მას მოწონს ეს ფანატიზმი, რადგან ხედავს, რომ ხალხს ის ჭირდება, ძლიერ ეხმარებოდნენ კათოლიკები ყველას. მაგრამ იმასაც ხვდება, რომ ეს მზრუნველობა რაღაცნაირად მაინც სიკეთე კი არა მოწყალება იყო. ასეც ეძახდნენ თავიანთ ქველმოქმედებას კათოლიკები და სულხან საბასაც არაფერი აქვს მოწყალების საწინააღმდეგო. უბრალოდ კათოლიკების მოწყალება პრინციპულად განსხვავდება კულტურული მართლმადიდებლობის სიკეთისაგან. საერთოდ თუ კი მართლმადიდებლობაში აქტიურია პიროვნება, კათოლიკურ რწმენაში პირიქით ეკლესია აქტიურობს. პიროვნების როლი დამცრობილია. კათოლიკე ყველაფერს გააკეთებს, რომ ეკლესიაში მიგიყვანოს, გაჩვენებს თავის საქმეებს, ამისთვის უკან არაფერზე დაიხებს, სიკვდილს პირისპირ დაუდგება, თვალსად დაახამხამებს, ნდობა და რწმენა რომ გააჩინოს შენში. რით არის ეს ცუდი? იქ სადაც სხვა დაიმალება, ის გარეთ გამოვა, სასიკვდილო სენით ჩაპყრობილს გვერდს არაუვლის, საფრთხეს არ გაექცევა, კლავებს დაიკაპიცებს და ყველა საჩვენებს, რომ ნამდვილ მორწმუნეს არანაირი სენი არ მიეკარება. ფანატიკურია ეს რწმენა, მაგრამ ლამაზია. მოწონს ეს სულხან საბას, მაგრამ უყვარს ქართული სიკეთეც, რომელიც უფრო სენტიმენტალური ამბავია, დამალულია, არ ყვერის, რადგან მასში, როგორც ვთქვით, პიროვნული ინიციატივაა მთავარი. შენ უნდა მოგინდეს, შენ თვითონ უნდა იპოვო ძალა, სხვანაირად რწმენას ფასი არ აქვს. სოკრატული მაიევტიკის პრინციპი მუშაობს აქ. მოძღვარი მხოლოდ გეხმარება რწმენის დაბადებაში, ცოდნის მეშვეობით. დიონისურად ინიღბება სიკეთე, რომ ადამიანურად მიიღო მისგან და არა მოწყალებად. კათოლიკი მოვადა ეზოში ჩაგიდგამს ტაძარს, ყურებზე გამოგაბამს ზარებს. მართლმადიდებელი კი პირიქით, უფრო გაგირთულებს საქმეს, თის წვერზე აგიშენებს ეკლესიას, დაგღლის ღმერთთან მისვლამდე. გონი თქვენც დაგღალეთ დღეს, მეც დავიღალე საუბარს მომავალ გადაცემაში განვაგრძობთ. მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.